შევარდნაძე სისხლის ყურაზე არ წავა. ეს იცოდნენ ჩემი სუსტი ადგილია თუ ძლიერი, მე მგონი ძლიერია მაინც. მავან სჭირდებოდა მთელი ძალაუფლების უზურპაცია და ეს უნდა მომხდარიყო, რა თქმა უნდა, გადატრიალების გზით, რომლის საფანელი იქნებოდა არჩევნების გაყალბება. მე ვარ მშვიდობიანი დემონსტრანტი, მაგრამ ის ხელები გაწიე. დემონსტრანტი ხარ შენ. მარტო ყობას კი არ უნდა ევაშკაცა იქ. ყველას უნდა ევაშკაცა, მაგრამ ყველა გარეული იყო რაღაცეებში. და რო აღმოჩნდა რომ კობერნარჩემაშვილის გარდა მე მგონი აღარავინ აღარ იდგა მის კვეთით. დანარჩენი ყველა გარიგებული იყო ჩვეულებრივად. ერთი გასულა კი არა, ერთი წინააღმდეგ არ ყოფილა. ხალხი როგორც კი მოვიდა, ეგრევე გაუხსნეს. აი ეს არის უსისხლო რევოლუცია. ერთი წუთითაც არ დაუშვია რომ შეიძლება ძალა ეხმარა იმისათვის რომ ეს ხალხი დაშლილიყო. მე არ ვაპირებდი მის დატოვებას, ტრიბუნის დატოვებას. მე თქვი რაც მოხდება. ეხლა მე ჩავალ და მაგას დაველაპარაკებიო და დაიწყო აი ამ ქაღალდების შეგროვება. გვინდა შემოუხვიო ხელები, ავწიე, რომ ფეხებითაც ვერ ეხებოდა მიწას. მოუხურეთ კარები, აი იმ კარებს მერე მოხვდა სკამები, ბოთლები, არ ვიცი, რას არისვოდნენ. ყურებდი, როგორ დარბოდნენ ჟვანიას არიკებს და როგორ ახსენებდა ვალერიც და სულხანიც, როგორ იყო ჩართულები, ეხლა რას ვაკეთებთ? შიშის და ღალატის სუნია ყველგან იდგა ეს გარბოდენ, გამორბოდენ, ყველას ეშინოდა. წარმოვიდგინე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოდის მიტინგზე. მე არ ვიდექი შევარდნაძეების მომხრეებში მაშინ. პირიქით. რუსთავი ორზე აჩვენებდნენ ივანოვის თვითმფრინავს და რატომღაც იძახდნენ რომ შევარდნაძის ოჯახი ხა ამ თვითმფრინავში ჯდება. კატეგორიულად მე არსად არ წავალ, მე ამ ქვეყანაში ვიცხოვრებო და მე აქ მოვკვდები ესეთი რაღაცა. ივანოვი ეუბნება შევარდნაძეს, რომ არ გადადგე, უბრალოდ გაუქმე ამ არჩევნების შედეგები. ამ პერიოდში პრემიერ-მინისტრად დაიყენე ასლან აბაშიძე. ჩემი ხალხისათვის არადროს მიღალატია და ეხლაც ვაცხადებ, რომ ალბათ ჯობია პრეზიდენტი გადადგეს, ყველაფერი ეს დამთავრდეს მშვიდობიანად და სისხლი არ დაიყოლოს, ხერხი არ იყოს. მე მიმაჩნია რომ პრეზიდენტმა გადადგა ძალიან ვაჟკაცური ნაბიჯი, მან თავიდან აიცილა სისხლის ყრა ქვეყანაში და მე ვფიქრობ ისტორია ამას დააფასებს ღირსეულად. როცა მამა გადადგა, ეს იყო ძალიან დიდი შვება ჩვენთვის. ბაბუ თანფრინდა სახში მშვიდობით და რაც თავარია სისხლი არ დაიყვარა. გადაღებული მაქვს ასევე კამერაზე უკვე რო ეტირება. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის რომ რას ყურიან ახლა და როგორ ზეიმობენ ჩემ გადადგომასო. თავარი რომ სისხლი არ დაიყვარა. ჯობდა დილით მეთქვა. ახლა ნანური მეშქოლოდა და პარაკედა. დროზე გადადექი, მაგრამ იყო მთელი გარემოცვა იყო ჩემი. სიცოცხლის ბოლო პერიოდში ინტერვიუში ის ამბობს, რომ ვარდების რევოლუცია მოხდა ორი მხარის შეთანხმებით, რუსეთის და ამერიკის. უსისხლოდ ჩააბარა ყველაფერი, ჩააბარა ფაქტიურად ქვეყანა. მასაც მოესწრები, რომ იტყვიან, რომ საქართველოს ყავდა პრეზიდენტი. რომელსაც ჩაიბარა ქვეყანა კი არ იყო, არაფერი არ იყო. ცარიელი ადგილი იყო, ძმას კლავდა. დღეს სახელმწიფო ვართ. ხვალ კიდე მეტი გაკეთდება.